ოაზისი გვესტუბრა ამჯერად და სიმღერა Stand By Me 1997 წელს ჩაიწერა ეს სიმღერა მათი რიგით მესამე სტუდიური ალბომიდან არის. ნუ ჩემთვის ოაზისი ბრიტპოპის ასე ვთქვათ საუკეთესო შემსრულებლები არიან, მამებს არ უწოდებ და ნუ ეს სიმღერა პირადად ჩემთვის და რა ვიცი ძალიან ბევრისთვის არის ალბათ ამ ჟანრში საუკეთესო, მოდი ასე ვთქვათ, ბალადა. გავცხეთ მოусმინოთ და განვაგრძელოთ მე განხილვა მეგობრებო. Okay, let's go brothers. ტიპიური ბრიტპოპია რა. აი აქ რო აქ თავისი ხრინწი, აი აქ რაღაც თავის ბუნებრივი პელიჯოს. ძალიან აქტუალურია ამ პერიოდში 97 წლებში, ნუ 2090-იან წლებში ასეთი მონტაჟი, ჯვარედინი მონტაჟი ქვია ამას რა. ნუ პარალელური მონტაჟიც. და საინტერესოდ გადმოსცემს ხოლმე საქმეს კლიპი. აბა ღერი ვარ ყველა ერთად ისაც შეგვიძლია მეგობრებო და რეჟისორი ნახე როგორ წერტილებს აკეთებს დრამზე, წამი, 4 აქ გაუმაზრე, მე რეიქია. უმაღლესი პილოტაჟია რა, ეხლა უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უმაღლესი პილოტაჟი და It's gone.
ისე ეს სიმღერა მარტო სიმღერა არ არის, თუ კარგად დავაკვირდებით იმდროინდელი ბრიტანული მენტალობის ხასიათიც არის. კარგად დავაკვირდით რა ხდება კლიპში. ეს ბაიკერი კურიერს გავს ხო, როგორც მოვაკვირდები, რაღაც მიაქვს. სულ მაინტერესებს იდეაში ეს ორი ქალბატონი როგორ არიან ჩაფიქრებულები, ვინ არიან ერთმანეთის. აი სულ მაინტერესებს ამ კლიპის ნახვის პირველი დღიდან. თქვენი აზრით დაწერეთ კომენტარებში, ვინ იქნებიან ერთმანეთისთვის, აბა როგორ ფიქრობთ? ყოფიტები? Maybe. Okay, that's all. Nu, რა შეიძლება ითქვას ახლა ოასისზე? 1991 წელს ჩამოყალიბებული ბენდია მანჩესტერში პოლ და ლიამ კალაგერების მიერ. 5 კაციანი ბენდია და მას მერე ბრიტპოპს უბერავენ. ცოტა ესეთი მძიმე ტიპები არიან და ხანძლივი განშორების მერე სულ ეხლახანს მოხდა მათი რეიუნით გაერთიანება და კიდე ერთი კონცერტის მიცემა და ხალხს ძალიან უყვარს ოაზისი და მინდა გითხრათ რომ მეც ძალიან მიყვარს ოაზისი, იმიტომ რომ მათ სიმღერებში არ არის დეპრესია და სასოწარკვეთა. აბსოლუტურად ყველა სიმღერა არის პოზიტიური, კარგ ხასიათზე დაგაყენებს, სტიმულს მოგცემს და გაგაძლიერებს რა. ამიტომაც მომწონს ოაზისი. ნუ პრინციპში როცა ამ ხასიათს ეძებ, ამ ხასიათის სიმღერას ჩართავ და როცა ცოტა დეპრესია გინდა და რაღაც ესეთი მაგრა დაიგრუზო, ალბათ ტომ იორკსაც შეუძლია მოახერხოს ის რომ გაგიშვას ხმა დეპრესიაში, ნუ Radiohead-ს მთელი თავის შემოქმედებით თვითონ პიროვნებაა მასეთი. მაგრამ დღეს ჩვენ Radiohead-ზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ და ოაზისი ჩემთვის ნომერი პირველი ბრიტპოპ შემსრულებლები არიან. ძალიან მიყვარს და ნუ ასევე ძალიან მიყვარს The Where, ასეთი ჯგუფი არის რიჩარდ ეშკროფტი რა, Bittersweet Symphony შეიძლება ეს სიმღერა იცოდეთ. აქ სიმღერასაც აუცილებლად შევახები. მოკლედ, ოაზისი ბიჭები მანჩესტერიდან 1991 წელს ძმები კალაგერების მიერ ჩამოყალიბებული ბენდია, რომლებიც ძალიან გემოვნებიან და აკადემიურ და არა რაღაც ისეთ აკადემიურ სიმღერებს და შემოქმედებას გთავაზობენ. ჩაუჯექით, იცნობდეთ ოაზისს და გიყვარდეთ ოაზისი. ისევე როგორც მე, თუმცა Metallica is first and forever. Bye, კიდევ შევხვდებით. Maybe შეიძლება მომდევნო ჩვენი განხილვის თემა იყოს Nirvana, თუმცა Nirvana ძალიან საფრთხილოა. მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად კორექტული და აკადემიური იყო. აბა ჰეთ მეგობრებო.